კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოგდელებ ვიდეო ლექციათა კურს თემაზე სახელმწიფო როგორც კერძო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი. დღევანდელი ვიდეო ლექციის ფარგლებში ვისაუბრებთ საკითხებზე, როგორიც არის ხელშეკრულების ინსტიტუტის მიმოხილვა. ვისაუბრებთ ასევე სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებებზე, ადმინისტრაციულ სამართლებრივ ხელშეკრულებებზე და აღნიშნულ ხელშეკრულებათა სახეებზე. დავიწყოთ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებებიდან. კერძო სამართლის სუბიექტები თავიანთ ქონებრივ პირად თუ სხვა სახის ურთიერთობებს ახორციელებენ მოქმედების ან უმოქმედებების გზით. თუ კერძო სამართლის სუბიექტის მოქმედებას ან უმოქმედებას მოყვება სამართლებრივი შედეგის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა, ასეთ შემთხვევაში მათ გარიგება ეწოდება. მოცულობა გარიგების შესახებ უკავშირდება პანდექტური სამართლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. აღნიშნული ტერმინი ნაწარმოებია ზოგადი ცნებებისაგან ადამიანის მოქმედება. თავდაპირველად ამ ურთიერთობის გამოსახატავად იურიდიულ ლიტერატურაში გამოიყენებოდა ტერმინები სამართლებრივი მოქმედებები და სამართლებრივი გარიგებები. აღნიშნულის პარალელურად მოხდა ბუნებითი სამართლის სკოლის წარმომადგენლების მიერ ჩამოყალიბებული ნების გამოვლენის ცნების კერძო სამართლისათვის შერწყმა. გარიგების ცნებას იცნობდა საქსონიის სამეფო სამოქალაქო კოდექსი, რომელიც გარიგებას განმარტავდა შემდეგნაირად: თუ მოქმედებისას ნება მიმართულია იმაზე, რომ კანონებთან შესაბამისობით დამყარდეს, შეწყდეს ან შეიცვალოს სამართლებრივი ურთიერთობა, მაშინ ეს მოქმედება გარიგებაა. აღნიშნული დეფინიციიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საქსონიის სამეფო სამოქალაქო კანონმდებლობა გარიგების არსებობას ორ გარემოებას უკავშირებდა. კერძოდ, ერთი მხრივ უნდა ყოფილიყო ინდივიდის ნება, რომელიც მიმართული იქნებოდა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ და მეორე მხრივ გავლენილი ნება, სამომავლო სამართლებრივი ურთიერთობა შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო იმდროინდელ კანონმდებლობასთან. გარიგების შესახებ მოძღვრებამ ასახვა ჰპოვა შედარებით ახალ კოდიფიკაციებშიც, მათ შორის ნიდერლანდების, პორტუგალიის, იტალიის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების კანონმდებლობაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული მოძღვრების განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მიღებას ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელმა კანონმდებელმა უშუალოდ კოდექსის ტექსტში არ მოახდინა გარიგების ცნების განმარტება, მასში მოიაზრება კერძო ნების გამოვლენა მიმართული სამართლებრივი შედეგის გამოწვევისაკენ, რომელიც სამართლებრივი წესრიგის შესაბამისად იმიტომ დგება, რომ სასურველია. ნების გამოვლენა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულების თანახმად არის გამოხატვა ნებისა, რომელიც უშუალოდ მიმართულია სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ. იგი ავლენს სამართლებრივი შედეგის დადგომის ნებას, ანუ ნებას მიმართულს კერძო სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შინაარსობრივი შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგების ცნების პირდაპირ მოწესრიგება არ მომხდარა არც პრუსიის სამართალში, თუმცა იგი ცნობდა ნების გამოვლენას, რომელიც განმარტებულია როგორც გაცხადება იმისა, რომ რაც განცხადებლის განზრახვით უნდა მოხდეს ან არ უნდა მოხდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53 მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა. ამდენად, ნების გამოვლენა გარიგების ინსტიტუტის აუცილებელი კომპონენტია და როგორც წესი, მის სინონიმოდაც აღიქმება. ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენა, რომელიც იწვევს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას, განიხილება ხელშეკრულებად. ამდენად, ხელშეკრულება წარმოადგენს ორმხრივი ან მრავალმხრივი გარიგების ნაირსახეობას. იმ ნორმების ერთობლიობას, რომელიც პირთა შორის შეთანხმებას ან რაიმე სახის აპირებას გაცემას ეხება, სახელშეკრულებო სამართალი ეწოდება. სწორედ შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრავენ მხარეები საკუთარ უფლება-მოვალეობებსა და ამასთან ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დაცვის სამართლებრივ საშუალებებსაც. ერთმანეთისაგან განსხვავდება ხელშეკრულება და ვალდებულება. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, ხელშეკრულება წარმოადგენს იურიდიული ფაქტის ერთ-ერთ სახეს, რომლის საფუძველზეც წარმოიშობა ვალდებულება, ხოლო თავად ვალდებულება ეს არის ხელსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც შესაძლებელია წარმოიშოს როგორც ხელშეკრულებიდან, ისევე სხვა საფუძვლიდან. ხელშეკრულების სამართლებრივი ინსტიტუტი მისი განვითარების ისტორიისა და სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით კერძო სამართლის სფეროს მიეკუთვნება. ხელშეკრულება როგორც სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი უძველესი დროიდან არსებობს. ჯერ კიდევ რომის სამართალი იცნობდა ვალდებულების ორ სახეს: საკონტრაქტო ვალდებულება და დელექტური ვალდებულება. აღმოსავლეთის იურიდიული სკოლის პროფესორებმა კი განავრცეს ვალდებულების ჩამონათვალი. მათი განმარტებით, გარდა კონტრაქტებისა და დელექტებისა არსებობდა კვაზი-კონტრაქტები და კვაზი-დელექტები. ამდენად, რომის სამართალში გაიუსზე და იუსტინიანეს შეხედულების შესაბამისად არსებობდა ვალდებულების 4 წყარო. რომის სამართლის მიხედვით კონტრაქტი წარმოადგენდა ვალდებულების ხელშეკრულებას და მისი დამახასიათებელი ნიშანი მდგომარეობდა იმაში, რომ ან უნდა წარმოქმნილიყო გარკვეული სიტყვები, ან უნდა გამოყენებულიყო წერილობითი ფორმა, ან კიდევ კრედიტორის მიერ უნდა შესრულებულიყო გარკვეული ქმედება. რომში 4 სახის ხელშეკრულებას განასხვავებდნენ: ვერბალური, ანუ ზეპირი, ვერბალური, ანუ ზეპირი, ხელშეკრულება, ლიტერალური ან წერილობითი, რეალური ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულების აუცილებლობას და კონსენსუალური, ანუ
შეთანხმებითი ხელშეკრულებები. ვერბალური და ლიტერალური ხელშეკრულებები ფორმალურ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ხოლო რეალური და კონსენსუალური კი მატერიალურს. ვერბალური ხელშეკრულება ისეთ შეთანხმება იყო, რომელიც ზეპირად იდებოდა. წერილობითი ფორმა საჭირო არ იყო, მაგრამ უნდა წარმოთქმულიყო გარკვეული სიტყვები. ლიტერალური კი აღნიშნული საპირისპირო დოკუმენტის წერილობით შედგენას მოითხოვდა. რეალური ხელშეკრულება გულისხმობდა საგნის უშუალოდ გადაცემას, ხოლო კონსენსუალურ ხელშეკრულებად კი განიხილებოდა ისეთი ხელშეკრულება, რომლის ნამდვილობისთვის საკმარისი იყო შეთანხმება. რომაელი იურისტები მიუთითებდნენ, რომ ყოველი შეთანხმება არ წარმოადგენდა ხელშეკრულებას და იმისთვის, რომ აუცილებელი იყო, მას მისცემოდა გარკვეული სახე. გაფორმებული იყო წერილობით გადაცემა და გარიგების საგანი და სხვა. ხელშეკრულების ნამდვილობისთვის აუცილებელი იყო მხარეთა შორის შეთანხმება. ხელშეკრულება უნდა ყოფილიყო სამართლისა და ზნეობის ნორმების შესაბამისი. ხელშეკრულების ნამდვილობისთვის აუცილებელი იყო მისი შესრულების შესაძლებლობა. ამასთან ხელშეკრულება არ მიიჩნევდა ნამდვილად, თუ იგი დადებული იყო მოტყუებით, ძალადობით, შეცდომით, მუქარით და იძულებით. ახლა კი რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართლებრივ ხელშეკრულებებს. ადმინისტრაციული სამართალი მოწოდებულია იმისთვის, რომ მოაწესრიგოს არა მარტო სახელმწიფოებს, არამედ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები. აღნიშნულის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოები საჯარო სამართლის გარდა ზოგიერთ შემთხვევაში იყენებდნენ კერძო სამართლის ნორმებსაც. არსებული ახალი გამოწვევები კი სახელმწიფოს აიძულებს, რომ სამართლებრივი ნორმები, რომელსაც სახელმწიფო ურთიერთობათა რეგულირებისას იყენებს, იყოს უფრო სრულფასოვანი. სახელმწიფოს ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის საჯარო დაწესებულების საქმიანობაში სულ უფრო ხშირად შეინიშნება ტენდენცია, როცა ადმინისტრაციული საქმიანობა ჰორიზონტალურ ხასიათს იძენს. აღნიშნული ტენდენციის გამოხატულებას წარმოადგენს სწორედ ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც დღესდღეობით ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ ფორმად განიხილება. ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას როგორც ადმინისტრაციული საქმიანობის ახალი ფორმის არსებობა თავდაპირველად საკამათო იყო. რადგან მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლიდა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი წარმოადგენდა, რომელიც გამოხატავდა ადმინისტრაციული სამართლებრივი ურთიერთობისთვის დამახასიათებელ სუბორდინაციულობას. ცნობილი გერმანელი იურისტი ოტო მაიერი უარყოფდა ყოველგვარი ხელშეკრულების არსებობას სახელმწიფო ორგანოსსა და მოქალაქეებს შორის, ვინაიდან იგი შეუსაბამოდ მიიჩნევდა ხელშეკრულებასა და ადმინისტრაციულს, იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულება ყოველთვის თანასწორ უფლებიანობის არსებობას გულისხმობს. მაიერის აღნიშნული შეხედულების პარალელურად გერმანულ დოქტრინასა და პრაქტიკაში საუბრობდნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულების როგორც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთი ფორმის არსებობაზე. ჯერ კიდევ 1894-96 წლებში ლოენინგისა და შტენგელის მეცნიერულ ნაშრომებში ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ აქტთან ერთად მოიხსენიებოდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ ფორმად. ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე, როგორც მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართლებრივი ინსტიტუტის შექმნაზე, მუშაობა იწყება მე-20 საუკუნის დასაწყისიდან. პირველი დიდი მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელიც შემდგომ გავლენა იქონია ადმინისტრაციული ხელშეკრულების განვითარებაზე, იყო Weill-Tappeltis მიერ 1920 წელს გამოცემული მონოგრაფია სახელწოდებით ადმინისტრაციულ სამართლებრივი ხელშეკრულება. ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა გერმანიის სამართლებრივ ლიტერატურაში დასრულდა 1976 წელს, როცა მიიღებული იქნა კანონი ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რომელმაც არა მარტო ნორმატიულად განამტკიცა ეს ინსტიტუტი, არამედ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სამეცნიერო ლიტერატურაზეც. ვინაიდან აღნიშნული ნორმატიული აქტის შემოღების შემდეგ სამართლებრივი მსჯელობის საგანი გახდა ხელშეკრულების ფორმა, რეალიზაცია, ასევე კერძო სამართლებრივ და საჯარო სამართლებრივ ხელშეკრულებებს შორის მიჯნის გავლება. გარიგების ცნება, რომ ცდება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებს და იგი საჯარო სამართლებრივი შინაარსის მატარებელიცაა, დადასტურდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე. 1999 წელს წლის 25 ივნისს მიღებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. აღნიშნული ნორმატიული აქტის ერთ-ერთ თავს წარმოადგენს სწორედ ადმინისტრაციული გარიგება, რომლის ამოქმედებამდე ქართული კანონმდებლობა მსგავს სამართლებრივ ინსტიტუტს არ იცნობდა. ადმინისტრაციულ სამართლებრივ მეცნიერებაში ადმინისტრაციულ გარიგებას მიიჩნევდნენ სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთ ფორმად. ამ დროისათვის გარიგებას მიეკუთვნებდნენ შუალედურ ადგილს ადმინისტრაციულ აქტსა და კერძო სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულებას შორის. დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით კი საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში 2005 წლის 24 ივნისს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე ადმინისტრაციულ გარიგებას ეწოდება ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ამდენად ადმინისტრაციული ხელშეკრულების განვითარების პირველ ეტაპზე მოქმედი ქართული კანონმდებლობა იცნობდა ადმინისტრაციული გარიგების ცნებას. თითქმის 5 წლიანი სასამართლო პრაქტიკის ანალიზისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გაცნობის შედეგად ქართულმა კანონმდებლობამ უარი თქვა ადმინისტრაციული გარიგების ინსტიტუტზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ზოგფონდის ძველი რედაქციის მიხედვით ადმინისტრაციულ გარიგებად მიიჩნევდა ყველა სახის სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება, რომელშიც ერთ-ერთ მხარედ ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობდა.
შესაბამისად, ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებული დავები სასამართლოების მიერ განიხილებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რამაც გამოიწვია ადმინისტრაციული მართლმსაჯულების გადატვირთვა. სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენდა ასევე ადმინისტრაციული გარიგების ინსტიტუტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით იმდენად ფართო ინტერპრეტაციას აძლევდა სამართლებრივი გარიგების ცნებას, რომ მასში მოიაზრებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ადმინისტრაციული მართლმსაჯულების განტვირთვისა და სწორი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით ახლებურად ჩამოყალიბდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეხუთე თავი და დღესდღეობით ადმინისტრაციული ხელშეკრულების სახით არსებობს. ადმინისტრაციული ხელშეკრულებას როგორც მმართველობის ფორმას წლებია იყენებს ევროპის განვითარებული ქვეყნები და აქედან გამომდინარე მათი საკანონმდებლო ბაზაც მაქსიმალურად დახვეწილია. აღნიშნული საჭიროება არსებობს ქართულ კანონმდებლობასთან მიმართებისას, ვინაიდან საჭიროა საქართველოს ზოგადად ადმინისტრაციულ კოდექსსა და სპეციალურ კანონში საკითხის უფრო დეტალური მოწესრიგება, რაც ხელს შეუწყობს ამ ინსტიტუტის განვითარებას და უზრუნველყოფს მის ეფექტურობას, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კერძო პირებისათვის. ამ პროცესში მნიშვნელოვანია გაზიარებულ იქნეს არამარტო უცხოური, არამედ ქართული სასამართლო პრაქტიკაც. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლებრივ ხელშეკრულებათა სახეებზე და ვისაუბროთ აღნიშნულზე. სახელშეკრულებო სამართალი საზოგადოებრივ ურთიერთობებზე დიდი გავლენით გამოირჩევა. იგი კერძო სამართლებრივი ბრუნვის, ეკონომიკური ცხოვრების, პირადი ინიციატივების განვითარების წინაპირობაა. ხელშეკრულებისა და სახელშეკრულებო თავისუფლების მნიშვნელობა გამომდინარეობს ადამიანთა ყოველდღიური ცხადმიანობიდან. სწორედ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში წარმოიშობა ის ურთიერთობები, რაც დაკავშირებულია ქონების ბრუნვასთან, საკუთრების შეძენასთან და გასხვისებასთან, გარკვეული უფლებამოვალეობით აღჭურვასთან და ასე შემდეგ. ხელშეკრულების კლასიფიკაციის განსხვავებული საფუძვლები არსებობს. ხელშეკრულების მხარეთა შორის უფლებამოვალეობის განაწილების მიხედვით არსებობს ორმხრივი და ცალმხრივი ხელშეკრულება. ორმხრივი ხელშეკრულების დროს ურთიერთობის თითოეულ მონაწილეს აქვს როგორც უფლება, ასევე საკმარისი გარკვეული ვალდებულება. ხოლო ცალმხრივი ხელშეკრულების დროს, რომლის საფუძველზე ერთ მხარეს წარმოიშობა მხოლოდ უფლება, ხოლო მეორე მხარეს მხოლოდ ვალდებულება. აღნიშნულის მაგალითს წარმოადგენს თხოვების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში გამნათხოვებულს წარმოიშობა უფლება ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოსთხოვოს ნიმთის უკან დაბრუნება, ხოლო მონათხოვებს ამის პარალელურად წარმოიშობა ვალდებულება დააბრუნოს ნივთი. აღნიშნულ ვალდებულებასთან ერთად მას რაიმე უფლება არ წარმოიშობა, ისევე როგორც გამნათხოვებულს, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება და მას რაიმე სახის ვალდებულება არ ეკისრება. ხელშეკრულების დადების მომენტის შესაბამისად განასხვავებენ კონსენსუალურ და რეალურ ხელშეკრულებებს. თუ რას გულისხმობს კონსენსუალური ხელშეკრულება, განმარტავთ შემდეგნაირად. კონსენსუალური ხელშეკრულება დადებულად ითვლება შეთანხმების მომენტიდან და მას სხვა იმ დამატებითი მოქმედება საჭირო არ არის. მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებს მიეკუთვნება ნაწყიდობა, ნარდობა, ქირავნობა, იჯარა და სხვა. რეალური ხელშეკრულების დადებისათვის კი შეთანხმების მიღწევა არ წარმოადგენს საკმარის სამართლებრივ საფუძველს და აუცილებელია სხვა დამატებითი მოქმედება, კერძოდ ხელშეკრულების საგნის რეალურად გადაცემა. რეალური ხელშეკრულების მაგალითებია სესხის, ჩუქების და თხოვების ხელშეკრულებები, რომლებიც სამართლებრივ სწავლას იძენენ შეთანხმებისა და საგნის რეალურად გადაცემის მომენტიდან. არსებობს ასევე ალიატორული ხელშეკრულება, რომლის დროს მისგან გამომდინარე სარგებლის ან ზარალის მიღება დამოკიდებულია უცნობ მოვლენებზე, მაგალითად დაზღვევის ხელშეკრულება. კანონმდებლობა ასევე იცავს ჩერეული ხელშეკრულების ცნებას, როცა ერთ სამართლებრივ ფორმაში რეალურად მოცემულია რამდენიმე ხელშეკრულების შინაარსი. ხელშეკრულება ასევე, როგორც მოგეხსენებათ, შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლოვადიანი ან უნვადო. ახლა კი გადავიდეთ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე. ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმას, რაც გულისხმობს საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებით გზით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების როგორც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო სამართლებრივ ფორმის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. იგი აყალიბებს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ლეგალურ დეფინიციას და ახდენს მისი მარეგულირებელი სპეციალური ნორმების საუმოყროს მეხუთე თავში. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დადოს როგორც ადმინისტრაციული, ასევე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები. აღნიშნული საკითხი სხვაგვარადაა მოწესრიგებული მაგალითად გერმანული სამართლის მიხედვით. ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ კანონით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ადმინისტრაციული სამართლის ნორმები, ხოლო თუ აღნიშნული საკმარისი არ არის, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენება სამოქალაქო სამართლის შესაბამისი ნორმები.
მიუხედავად გარიგების შესაძლო კერძო სამართლებრივი ხასიათისა, მისი დადებისას ტარდება ყველა ის ღონისძიება, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულება პრაქტიკულად განიხილება ადმინისტრაციულ აქტად. ნიშანდობლივია მსგავსება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შორის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს ცვლის წყვეტს ან დადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. მიზანმდე რეზულტატური თვალსაზრისით აღჭურვილობის ფაქტორი ორივე შემთხვევაში უცვლელია, განსხვავებულია მხოლოდ ურთიერთობის ფორმა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში ადმინისტრაციული აქტი გვაქვს სახეზე, ხოლო მეორე შემთხვევაში ადმინისტრაციული ხელშეკრულება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაზირის გვეპონკტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. აღნიშნული დეფინიციიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას იყენებს სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით სამოქალაქო სამართლებრივი ფორმების გამოყენებით წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას. შესაბამისად, შესაძლებელია ითქვას, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის შერწყმის შედეგს. გერმანიაში ადმინისტრაციულ სამართლის ყველაზე გავრცელებული ფორმას წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტი, მაგრამ საკმაოდ ხშირად ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს ხელშეკრულების დადების გზით. საფრანგეთის მსგავსად, გერმანული სამართლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო დებს ორი სახის ხელშეკრულებას. ესენია კერძო სამართლებრივი და საჯარო. რაც შეეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სახეებს, უნდა აღინიშნოს, რომ ქართული კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართლებრივი ხელშეკრულების გამოკვეთილ სახეებს არ ცნობს. გერმანიის ადმინისტრაციული სამართალი კი ადმინისტრაციული ხელშეკრულების სახეებს სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით აყალიბებს. თუმცა კანონმდებლობა არ შეიცავს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ამომწურა ჩამონათვალს. მხოლოდ რამდენიმე პარაგრაფი განსაზღვრავს სპეციალურ სახეებს, როგორიცაა მორიგების და გაცვლის ხელშეკრულებები. გარდა აღნიშნულისა, გერმანიის კანონმდებლობა განასხვავებს სუბორდინაციული და კოორდინაციული ბუნების, ასევე მავალებელ და გამკარგულებითი ხელშეკრულებების სახეებს. თუ რას გულისხმობს სუბორდინაციული ხელშეკრულება? სუბორდინაციული ხელშეკრულება ისეთი სამართლებრივი ურთიერთობაა, როცა მისი მონაწილეები სახელშეკრულებო ურთიერთობის მიღმა ურთიერთდაქვემდებარებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. აღნიშნული ხელშეკრულების რიცხვს მიეკუთვნება ყველა ადმინისტრაციული ხელშეკრულება დადებული მოქალაქესა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის. განასხვავებენ სუბორდინაციული სამართლებრივი ხელშეკრულების ორ სახეს, კერძოდ ხელშეკრულებები, რომელთა შინაარსი პირდაპირ არის მოხსენიებული სპეციალურ კანონში და ხელშეკრულებები, რომლებიც სპეციალურ კანონში მოხსენიებული არ არის, მაგრამ გამომდინარეობს გერმანიის ადმინისტრაციული კოდექსიდან. კოორდინაციულ სამართლებრივ ხელშეკრულებას რაც შეეხება, აღნიშნული ხელშეკრულების დადებისას მხარეები ერთმანეთის ურთიერთდაქვემდებარებულ სუბიექტებს არ წარმოადგენენ, მაგალითად ხელშეკრულება დადებულ ორ ან მეტ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის. კოორდინაციული ხელშეკრულების დროს მხარეთა შორის ურთიერთობის მოწესრიგება ადმინისტრაციული აქტით მიზანშეწონილი არ არის, განსხვავებით სუბორდინაციულ სამართლებრივ ხელშეკრულებისაგან. არის მოსაზრება, რომ ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის შესაძლებელია დაიდოს სუბორდინაციული ხელშეკრულებას, თუ ისინი სხვადასხვა იერარქიაზე მდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებს წარმოადგენენ. თუმცა აღნიშნული სუპრასპირდობა პროფესორი ციოკი და განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის დადებული ხელშეკრულება ვერ იქნება სუბორდინაციულ სამართლებრივ ხასიათის. ვინაიდან ურთიერთდაქვემდებარებულობის პრინციპი ადმინისტრაციულ ორგანოსა და მოქალაქეს შორის განსხვავდება იმ ურთიერთდაქვემდებარებულობისაგან, რაც სხვადასხვა ინსტანციის ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის არსებობს. ადმინისტრაციული ხელშეკრულება შინაარსის მიხედვით ისევე როგორც სამოქალაქო ხელშეკრულება იყოფა მავალებელ და გამკარგულებით ხელშეკრულებად. მავალებელი ადმინისტრაციული ხელშეკრულების შინაარსი სამოქალაქო სამართალში ვალდებულებით სამართლებრივი ხელშეკრულების ტიპს ქმნის, რომლის საფუძველზე მხარესთან და მხარეებს ეკისრებათ გარკვეული ვალდებულების შესრულება. რაც შეეხება მეორე სახეს, რომელიც ასევე გავრცელებულია სამოქალაქო სამართალში, იგი მიმართულია უკვე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის აღსრულების, შეცვლის ან შესწყვეტისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა არ აყალიბებს ადმინისტრაციული ხელშეკრულების სახეებს, თავად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციიდან გამომდინარე შესაძლებელია განვასხვაოთ ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ორგანოსა და მოქალაქეს შორის. შინაარსის მიხედვით, ქართულ სინამდვილეში შესაძლებელია გამოვყოთ მავალებელი და გამკარგულებითი ხელშეკრულებები. მავალებელ და გამკარგულებითი ხელშეკრულებებზე კი უკვე ზემოთ გვქონდა საუბარი. პრინციპში სულ ეს იყო, რაც მინდოდა დღეისათვის მე საუბრა.
შემდეგი ვიდეო ლექციების ფარგლებში შევეხებებთ უკვე სხვადასხვა საკითხებს, რომლებიც ვფიქრობ ასევე საინტერესო იქნება და გმადლობთ ყურადღებისათვის.